და პრობლემად უნდა გქონდეთ ასეთი გზნობა, რაც ახლა გამოთქვით. რაც შეეხება იმას, სად ვიყავით ჩვენ და საერთოდ ამ ხრივ გავაკეთეთ თუ არა რაიმე საქართველოს. უნდა გითხრათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას, რომელმაც მოგვიწოდა ყველამ გაუწიეთ წინააღმდეგობა ტანკებით შემოადგენთ და დახვდით სისულელეთ და პოლიტიკოსმა ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოს. ეს ერთი. რაც ეხება თითოეულ ჩვენთაგანს, როგორ გვიყვართ ჩვენი სამშობლო, ასეთი იყო ფაქტიურად თქვენი დასმული კითხვა, როგორ გიყვართ თქვენ სამშობლო, ანუ მზად ახართ სამშობლოსთვის რაღაც სვერფლი გაიგოთ თუ არა. დიახ, ბაბადია. პირადად თუ შეგვეხება ეს, ამას მე მგონი პირადად უნდა გაცეს თითოეულმა ადამიანმა თავისი პასუხი. მე პირადად გეტყვით თქვენ, რომ მაშინ, როდესაც აფხაზეთის ომი იყო 93 წელს, მე ვიყავი წასული იარაღით ხელში აფხაზეთის საომრად და საკაჩაღოთ არა. საომრად, მაშინ მე ვიყავი დოცენტი, უნივერსიტეტის თანამშრომელი, ვიყავი 37 წლის, ორი პატარა ბავშვი მყავდა, დავტოვე ორთავე იმ გაჭირვებულ პერიოდში და წავედი ომში. ასე რომ მე ჩემი სამშობლო მიყვარს და მეორეც ასეთი ტიპის კითხვები, როდესაც აპელირება მიდის, აი მაგალითად აპელირებდა ბოტანიკოს ეუბნები, აი შენ თუ შეუვარდი ტანკს ქვევი. არ უნდა შეუვარდეს ბოტანიკოსი ტანკს ქვევი. სახელმწიფოს უნდა კონდეს დაყენებული თავისი პოლიტიკა ისე, რომ ბოტანიკოსის ტანკის ქვევით შევარდნა არ იყოს საჭირო. პირველ რიგში და მეორეც ეს მენტალიტეტი ყველას ჩვენ მოყვება საიდან იცით? როდესაც მატროსოვი შეუვარდა საბჭოთა პერიოდში ტანკს ქვევით და თავისი სხეულით რაღაცას გადაეფარა და ტყვია ჩაახშო. ამაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკი არის იმაზე, რომ სახელმწიფომ ისე უნდა დააყენოს თავის ქვეყანაში სამხედრო მომზადებაც, ჯარის საკითხით, როცა ამაზე ასეულობით მილიონები იხარჯება, არ უნდა დაჭირდეს გაუნათლებელ კაცს, ომში გაუნათლებელ კაცს, იქ წასვლა, შენი იქ წასვლა, ბაბადიეთ, შენობით რომ გეუნები, შვილის ტოლი ხარ, მეტ ზარალს მოიტანდა, ვიდრე წავსვლელობა. იმიტომ რომ შენ შეგეძლო, რომ ძალიან ცუდი საქმე გაეკეთებინა. თქვენ არ იცით რა არის ომი საერთოდ. ხუმბარის ხმას უნდა უბრალოდ მიჩვევა მარტო, რომ იქ შენიანი არ მოკლა იმ საშინელი ხმის გაგონებაზე და არ ისროლო ავტომატიდან და სხვათა შორის, როცა მე მებრძოლ ბიჭებს ველაპარაკე და ძალიან ახლო კონტაქტი მაქვს ამ ბიჭებთან, ვინც ახლა იბრძოდა, ჩემი ასაკის კი არა. გამოცდილი მებრძოლებიც არ წაიყვანეს ახლა ომში. ყველა გამოცდილი მებრძოლი, ვინც ჩემი ასაკის იყო, მივედით იქა და არც ერთ მათგანს არ მისცეს იარაღი, ყველა დააბრუნეს სახლში. ეს პასუხი იმაზე რა გააკეთებ თქვენ, მაგრამ გამოუცდელი კაცის წასვლა საზიზღრობაა ომში იცოდეთ და მეტ ზიანს აღედებს საკუთარ ჯარს ვიდრე მტენს. მე მინდა სიტყვა გადავცე პირველ მაგიდას. ბევრ რაიმეში გეთანხმებით ხარ, ხომ მართალი ხარ, გუშინ ვიყავით, ისე ჩამოვდიოდი მანქანით, გზაში გავაჩერე, ტოილების სოფელი სადაც არის და უბრალოდ საყოველთაო თავი დაანება ვიდექი ფაქტის წინაშე. გაიხედები ბოლო არ ჩანდა ტოილების სოფლების და ეს ფაქტი უკვე მიუთევდა შესთავაზზე და დანარჩენზე რა მოხდა, რა ვერ მოხდა. ერთი კომენტარზე მინდა პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი კიდე არ იყო ესეთი, მე იაკობაშვილის კომენტარი მინდა თქვა, უბრალოდ CNN-ზე უყურებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩართვას, ეთნოწმენდა კეთებაო ოსეთ შოუს და ამ დროს ჩვენი მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ საღადაყოს პოლიცია ოსებს 5 კაცით არის არჩევანს. მართლა ეს რო იყოს, არ უნდა თქვა ეს. ჩემგან და ვიღაცგან არ უნდა ესწავლებოდეს. ეს ხდება ხოლმე ხა, არავინ არ მოელოდა იმოს, მინდა გითხრათ ხალხი აერია და აერია, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ფაქტი, ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი, თვალს ვერ გავუძდეთ ვიხრა ტოილების სოფელი უკვე მოთებ შესთამას. არაფერი ახსნა არ უნდა შეცდომა, შესთომა არის ფაქტია. მინდა ვთქვა, რომ არსებობს საკმარისად დიდი ეჭვი, რომ ესეც გაკეთებულია პიარის თვალსაზრისით. ანუ ისინი სპეციალურად არის გაკეთებული ისეთ ადგილებზე, სადაც ჭაობებია და პრაქტიკულად იქ აშენება არ შეიძლება სახლების და შეგვიძლია ვკითხოთ, რომ პრაქტიკულად ისეთი ხედი იხედება გზიდან, რომ შეგვიძლია თქვა, რომ აი ამ ქვეყანაში მოხდა ომი. ანუ ყველაფერი არის გადასული სანახაობაზე. მე მინდა რომ ჩვენ მიუბრუნდეთ კითხვებს აუცილებლად. და შემდეგი შეკითხვა ალბათ იქნება რომ
ქონდა თუ არა რაიმე სახის გარანტიები, ეს უფრო მითოლოგიური კითხვაა, მინდა გითხრათ, რომ ქონდა თუ არა რაიმე სახის გარანტიები რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტში ავიაციისა და სხვა მძიმე შეიარაღების არ გამოყენების შესახებ და თუ იყო ასეთი გარანტიები, რამდენად შეიძლებოდა რუსეთის დობა ამ საკითხში. Რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ამაზე შეიძლება ვივარაუდოთ, ჭობა გავმართოთ, მაგრამ შეიძლება ვინმე ჩვენთანაც რაღაცა სახის ინფორმაცია მოგვეპოვება თუნდაც ამ მითოლოგიის შესახებ. მე მინდა უბრალოდ დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, ადამიანს მივმართო, რომელიც შემოგვიერთა. რამას შენგან გვიდა მოვისმინოთ ზოგადად ყველაფერზე შენი დამოკიდებულება, რაც აქამდე ვისაუბრეთ და შემდეგ თუ რაიმე იცი ამ კითხვის შესახებ. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სტუდენტები რასაც საუბრობდნენ, ცოტა მინდა იმაზე გავაკეთო კომენტარი. ძირითადად ახლა მესმის ყველაფერი ნეგატიური, უარყოფითი და შეიძლება შემეკამათოს მიმარად ცალმხრივი. და ერთი რამე მაინტერესებს, რაც მოხდა, როგორც ყველა კი მეც ვამბობ, რომ ესომი არ უნდა მოხვედრილიყო და მართლა შეცდომა იყო მთავრობის, მაგრამ მაინტერესებს მეორე, თუ არსებობდა გზები, რომ ეს უძრაობა სხვა გზით დაწვრილიყო, რაც აფხაზეთში და ოსეთში იყო. თუ არსებობდა რამე სხვა გზა. ანუ ეს კითხვა დავაზუსტოთ. არაფერი არ ვიტყვი, ვიგზარა უსმენდი და მხოლოდ დამიჩა ერთი კითხვა და ამ კითხვას ვსვამდა. რაც შეეხება გარანტიებს, არ არსებობს ახლა ადამიანი, ჩემი აზრით, რომ რუსეთისგან რამე გარანტია ქონდეს. ან რუსეთისგან შეიძლებოდეს რამეს გათვლა. რუსეთთან ურთიერთობაში, ჩემი აზრით, ვერაფერს ვერასდროს ვერ გათვლა. რუსეთი არის არა ადგილიდან არ გვინდა. სხვადასხვა საუბარი ძირითადად რუსეთიდან რომ ეს ის მოქმედება არ მომხდარებოდა. კი ბატონო, კი ბატონო. ამაზე ვამბობ. და ჩემი აზრით არასდროს ამ ბოლო ხანებში და უფრო იქეთაც არ შეიძლებოდა რუსეთის გან რამე კონტროლირებადი ქმედების შეხედვა გაგეთვალა და არც ახლა არ შეიძლება. და ამიტომ მე ვთვლი, რომ არანაირი გარანტია არაფრისგან არ არსებობდა. არც იმისა, რომ რუსეთი ომში დაიწყება, თუნდაც ანუ თვლით თუ არა თქვენ ერთი წუთი ჩაგეძიებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ ახლა რომ მითი არის, არ შეიძლება არ იყოს მითი, ნახოთ 1 იანვარს რუსები შემოუტევენ საქართველოს. ეს რეალობაა თქვენი ის რომ არაა გამორიცხული არაფერი. რუსეთისგან, როცა რუსეთთან გვაქვს საქმე, ყველაფერი მოსალოდნელია. მithumedes ამ წუთში მთელი ახლა არა მარტო ქართული, მთელი ინტერნეტ სივრცე გადავსებულია ინფორმაციებით, რომ საზოგადოებრივი აზრი, სოფლიოს აზრი, ევროპის აზრი, ყველას აზრი უკვე რუსეთს აყენებს კუთხეში. და ეს ყველაფერი შეიძლება ისე იმოქმედოს, რომ ძალიან რთულად ჩვენთვის. კი ბატონო. და აქედან გამომდინარე არ გამორიცხავ არაფერს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ძირითადად ეს იყო რისი თმაც. მადლობა. პირველი მაგი დაისებ და შემდეგ მითხარით თუ ვინმეს რამე სათქმელი გაქვთ. ერთ რაღაცა თქვა, რომ რუსეთს გარანტიას რომელიც ლაბორატორია, რუსეთს გარანტიას გაძლევს, ყოველთვის მაშინ არ უნდა ენდო განსაკუთრებით. ყოველთვის არა ნორმალურად იქცევთ, როცა გარანტიას გაძლევს, მაშინ არ ყვევს, როცა კვირდება მაშინ არ ასრულებს, ნებისმიერი ზავი, ტრაქტატი, ნებისმიერი საბუთი გაიხსენეთ, როცა რუსეთის იმედი ქონდა, ყოველთვის მაშინ არ ყვევდა ყველაფერს. მაგრამ ერთ რაღაცა მინდა თქვა, ჩემი აზრით ეს დაემართა სააკაშვილის თუ არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, რუსეთს აქ იმ დონის ტექნოლოგია, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ნებისმიერს გამოიწვევდა ომში. ეს ქონდა დაგეგმილი, ძალიან კარგად დაგეგმილი ქონდა, ნებისმიერს გამოიწვევდა ომში, იმიტომ რომ გამორიცხულია ადგე და უყურა, ახლა როგორც პერევში რომ შემოვლიან კავლიან. ახლა რო ადგენდა დღეს დაიწყო ვქოთ პერევში მაგათმა ხალხის დაწიოკება და ვქოთ გაუპატურება და დაახრედა ადგებიდან როცა იქნება ამოგივა ეს ყველაფერი კისერში ესვიერც ორს გესვიან. ყოველთვის პრინციპი აქვს ასეთი, შენზე ცოტათი მეტი. ჩვენ რუსეთს ცოტით უნდა ჩამოვუგდო. ესე იგი რამესაც ჩამოვუგდებ, იმაზე ცოტა მეტი შემოყავს. რატო არ მოხდა წინა ომში აფხაზეთში, ესე იგი რატო არ გამოიყენოს თქვა თუნდაბი და მაშინ არ ჭირდებოდა. ჩვენ რომ 100 ჯარი ყავდა, მე გავეცე მეცნიერებმა ცოტათი მეც გამომიხადა, იმიტომ რომ თავიდან თქვენ გრაკონი